შენ გჯერა რომ მუჰამედი საუკეთესო მაგალითია. კი, ღმერთი საუკეთესო ქმნილებაა. საუკეთესო. რას გააკეთე ყველაფერს ეთანხმები? კი, ყველაფერს. ეთანხმები ბავშვთა ქორწინებას. არა, იმიტომ რომ არ გავუკეთებია. მან მოიყვანა აიშა სწორად 29 წლის იყო. კი, სწორად მოიყვანა აიშა. მაგრამ ბავშვი არ იყო. შენ გჯერა რომ მარტო ქალს შეუძლია გათხოვდეს. ზრდასრული ადამიანი, ქალი. სამედიცინო თვალსაზრისით, განესაზღვრება როგორც ქალი. მაგრამ შენთვის თუ არის ეს პრობლემა? და რა თქმა უნდა, შენთვის პრობლემა როგორც ჩემთვის ბავშვის მოყვანა? შენ საერთოდ არ უნდა იყო ქრისტიანი. იმიტომ რომ იესო უბრძანა მოსეს ჯარს, რომ კონდეთ ურთიერთობა პატარა ბავშვებთან. ეგეთი რამ არ უთქვია, არა უთქვია. გახსენე რიცხვი 31 თავი. ეხლა წადით და გაწყვეტით ბავშვებში ყოველი მამროვანი და ყოველი ქალი, რომელსაც შეცნობილი ხავს კაცი მამრის საწოლზე მოკალით. ანუ არა ქალიშვილები. ხოლო ყოველი დედროვანი ბავშვებში, რომელსაც შეუცნია მამაკაცი მამრის საწოლზე, ცოცხალი დაიტოვეთ თქვენთვის. ამას ყველაფერს ვინ იძახის? ვინ იძახის დაიტოვეთ ქალები, ბავშვი ქალები, როგორც ქალიშვილები ცოლები. თქვენთვისო და არა ცოლად. და რას გაკეთებენ საშირო წაიყვანებენ? უნოს ითამაშებენ? ცოცხალი დატოვეს, იმიტომ რომ ბავშვები იყვნენ. არა, მაგრამ პატარა ბავშვები, ბიჭები მოკლეს. ხვედა გოგოები. მაგრამ ბავშვები, ბიჭები მოკლეს. გაწყვიტეთ ბავშვებში ყოველი მამროვანი. ისინი ბავშვები იყვნენ, მაგრამ ამიტომ მარტო ბავშვები გოგოები დატოვეს ცოცხალნი. იმიტომ ქალიშვილები იყვნენ, ხო? ქალები და ბავშვები. არა ქალები და ბავშვები. დედროვანი ბავშვები. ანუ ბავშვები დედრობით ისკესის. და ეხლა განახემ საწერე რომ აიყვანან ცოლად. მეორე ჯური 21 თავი, ლექსი 10-დან 14-მდე. როცა შენი ღმერთი მოგცემს მოგებას ბრძოლაში და აიყვან ტყვეებს, იგივე რას ხდება რიცხვებში. მედიანელებს როცა მოუგეს, მოკლეს ბავშვები ბიჭები, არა ქალიშვილი ქალები და დაიტოვეს პატარა ბავშვები გოგოები, როგორც ტყვეები. მათ შორის შენ ნახავ ლამაზ ქალს. ებრაულად ნებისმიერი მდედრობითი ტყვეები, რომელიც მოგეწონა და გინდა ცოლად მოიყვანო. წაიყვან ის შენ სახლში, მოიყვანე ცოლად. და მერე, თუ გული აგიყარა, გაუშვი თავის ნებაზე. იმის გამო რომ დამორჩილებული ყავდა და კონდა შენთან ურთიერთობა. იესოს სიტყვებია? არა, აბა ვისი სიტყვებია? ეს ღმერთია. ანუ იესო, ხო? არა. ანუ იესო არა ეს ღმერთი. მამა ღმერთი და არა ძე ღმერთი. ძე ღმერთი არის იესო. კარგი მეგობრო, კარგი. მამა ღმერთი არ გვაინტერესებს, კარგი. კარგი, აქ ლაპარაკობს მამა ღმერთი, ხო? მამა ღმერთი ლაპარაკობს. კარგი, გეთანხმები, მამა ღმერთი. კი, ძე ღმერთის და მამა ღმერთის შორის გაურკვევლობა ხდება ხანდახან თუ ყოველთვის ერთად არიან. ერთი აზრის არიან. ანუ იესო იყო თანახმა.